ჩვენ ვიყიდით ყველა Sonic-ის პერსონაჟს $1 GTA ხეში. არის ბაზრობა, სადაც ყველა Sonic-ის პერსონაჟი მხოლოდ $1 იყიდება. შევძნებთ კი ყველა პერსონაჟის ყიდვას, რათა მივიღოთ ლეგენდარული ოქროს Super Sonic-ი, რომლის ღირებულებაც $1 მილიონზე მეტია. წავიდეთ, კიდევ ერთი დღეა. მიყვარს დაცემა. დაცემა და არასდროს გაჩერება, რადგან თუ მე ვარ ლეონ პიკარონი, ვინც ყოველთვის ვარდები, ყოველთვის კარგად ვარდები, რადგან ყველას მოვწონვარ და საოცარი ვარ. და ისე კარგად ვარდები. ეხლა ყველაზე კარგ ადგილას ვაპირებ დავარდნას. ვარდები ამ უზარმაზარ ბაზარში. დიახ, ეს Sonic-ის ყველა პერსონაჟის ბაზარია. არც ერთი არ აკლია. Sonic-ი, Tails-ი, Knuckles-ი, Shadow, Amy, Silver-ი, Rush-ი, Blaze-ი, Sticks-ი, Wave-ი, Longclaw, Big-ი, Cream-ი, Vector-ი, Espio, Metal Sonic-ი, Mamma Mia! ეს საოცრად გამოიყურება. და როგორ არა? ის, ვინც ყოველთვის ხიდის და ყოველთვის აბცელებს მათ, შენ ხარ Dr. Eggman-ი. რა თქმა უნდა, ლეონ პიკარონ, ძალიან მიხარია რომ ჩემს საოცარ ბაზარში ხედავს. აქ არიან ყველა Sonic-ის პერსონაჟი, რომლებიც საერთოდ არ გაუტაცებიათ. და საუკეთესო ისაა, რომ თითოეულს მხოლოდ $1 ვხიდი. თითოეული მხოლოდ $1. ჩანდაბა, ეს საუკეთესო შეთავაზებაა, რაც კი ოდეს მე მინახავს Eggman. თუმცა სიმართლე რომ გითხრა, ბევრი ფული არ მაქვს. სინამდვილეში საერთოდ არ მაქვს ფული. ასე რომ, არ ვის ვიყიდო და იცადე, ეს ჯერ არ დასრულებულა. არის დიდი სპეციალური სარეკლამო შეთავაზება. თუ შეიძენ ყველა Sonic-ის პერსონაჟს, მიიღებ ლეგენდარულ ოქროს Sonic-ს, რომლის ღირებულებაა $1 მილიონი. რა? მართლა შემიძლია მივიღო ლეგენდარული ოქროს Super Sonic-ი? ეს საოცარია. მაგრამ როგორც გეუბნებოდი, ფული არ მაქვს. სრულიად უფულოდ ვარ ძმაო. ახ, ლეონ, თუ არასდროს შეგიძლია სახლიდან ფომფულის გამოტანა. როგორც არ უნდა იყოს, მე მიყვარს იმ ადამიანებისთვის გადახდა, ვისაც საოცარი გამომწერები ჰყავს. იცადე, მე მყავს საოცარი გამომწერები. ოიალო ვინც ჩემს ვიდეოებს უყურებს, საუკეთესოა. მართლა? მაშინ მოდი შეთანხმება დავდოთ. რა სიტყვი, თუ $1 მოგცემ, თუ ყველა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, არხზე გამოიწერს. რა სიტყვი, თუ კიდევ $1 მოგცემ, თუ ყველა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ლაიქს დააჭერს. და ბოლოს, $1 კიდე მოგცემ, თუ ყველა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, კომენტარად სიტყვა Sonic-ს დაწეს. მართალია, ეს ძალიან მიმზიდველი შეთავაზებაა, Dr. Eggman-ი. მგონი ვთანხმდები. ასე რომ, მოემზადე. შენ ხომ არ იცნობ ჩემს საოცარ გამომწერებს. სწრაფად, ამ წუთიდან გაქვს მხოლოდ 20 წამი, რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რომ გამდიდრდეთ. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ სიტყვა Sonic-ს, შეგიძლია ისეთივე მდიდარი გახდე, როგორიც ისა. ასე რომ, მე შენს ადგილას ვიჩქარებდი, დრო იწურება. არა. კარგი, Dr. Eggman-ი. მითხარი, რას ფიქრობ იმაზე, რასაც ჩემი ხალხი აკეთებს? თუ გულწრფელი ვიქნები, ლეონ, ძალიან შთაბეჭდილებული ვარ. იმდენად შთაბეჭდილებული ვარ, რომ კიდევ $1-საც მოგცემ. მართლა? ეს ნიშნავს, რომ ეხლა $4 მაქვს? ო, დიახ! სუპერ! თუ ნებას მომცემთ, ჩემს საყიდლებს დავიწყებ. ნახოთ. მგონია, რომ მთავარ გმირს და პერსონაჟს უნდა ვიყიდო. ასე რომ, Sonic-ი, ნაყიდი ხარ. სინამდვილეში მგონია, რომ Tails-იც უნდა ვიყიდო. ისიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. ნაყიდია! და თუ Sonic-ი და Tails-ი ვიყიდე, რა თქმა უნდა, Knuckles-იც უნდა ვიყიდო. ისიც ნაყიდია. და ბოლოს, აი Shadow ძალიან მაგარია. 4-ვე მთავარს ვიყიდი, არ მაინტერესებს, Shadow ნაყიდია. ო, დიახ. სვიფასო, Dr. Eggman, ბევრად მეტ ფულს გავაკეთებ და დავბრუნდები, რომ ყველა შენგან ვიყიდო. კიდევ ბევრია, ვისაც მინდა ვიყიდო და ვნახო რა ძალა აქვთ. ასე რომ, არ გაყიდო არც ერთი, კარგი? მალე დავბრუნდები. დიახ, ლეონ, აქ დაგელოდები. სულაც არა, ეს ჩემთვის დიდი სასიკვდილო მახია. ხო. მგონი რაღაც გავიგონე, მაგრამ Dr. Eggman-ი ძალიან შორსაა, ასე რომ ვერ გავიგე. მოკლედ ვიჩებო, მინდა ძალები გავაერთიანოთ და ბევრი ფული მოვიგოთ. მაშასე Knuckles დავიწყოთ შენით. შენ ძალიან დაკუნთული ხარ. რატომ არ მიდიხარ რომელიმე ძალის კონკურსზე, სადაც ფულის მოგება შეგიძლია? სრულიად მართალი ხარ, ლეონ. ჩემს კუნთებს გამოვიყენებ, რომ ფული მოვიგო. შემდეგ შენ ხარ, Tails. რატომ არ დააპროექტებ რამეს, მაგალითად რობოტს, ან შენს რომელიმე გამოგონებას, რომლებსაც კარგფასად გაყიდი? მართალი გითხრა, ეს ფანტასტიკური იდეა. ზუსტად ამას გავაკეთებ. Sonic, შენ სიტყვით ყველაზე სწრაფი არსება ხარ სამყაროში. რატომ არ გამოიწვევ ვინმეს, ვინც ძალიან სწრაფია, რბოლაში და არ მოუგებ? ეს უკვე გაკეთებულია, ლეონ. ანავინ არის ჩემზე სწრაფი და ნებისმიერ ბოლას მოვიგებ. და ბოლოს, Shadow, შენ გაქვს საოცარი ძალა, რომელსაც ქაოსის კონტროლი ქვია.
მისით შეგიძლია პრაქტიკულად ტელეპორტაცია, დროის შეჩერება, არ ვიცი როგორ, მაგრამ გამოიყენე ეს პულის მოსაგებად და ნუ გააკეთებ უცნაურ რაღაცებს. კარგი, ჩემს ქაოსის ძალას გამოვიყენებ, რომ ფული მოგიტანო. არ ინერვიულო, ლეონ. სუპერ, მაშ მეგობრებო, საქმეს შევუდგეთ და გაუნდიდრდეთ. კარგი, უკვე აქ ვარ. მზად ვარ, ცოტა დოლარი მოვიგო. ეს შენ გონია ასე. მე შეჯიბში ვარ და $1 მივცემ იმას, ვინც შეძლებს ჩემს დამარცხებას. და როგორც ხედავ მარტო ხარ, რადგან ვერავინ შეძლო ამის გაკეთება. ღმერთო ჩემო, რა ძლიერი ვარ. ეს იმიტომ, რომ შენ არ იცნობ დიდ ლეგენდარულ მებრძოლს, ედინას. მე მოვიგებ იმ $. ეგ რომ გინდოდეს უბედურო, ისეც წემ რომ. ლეონმა მინდოდა ჩემი ძალა გამომეყენებინა. იყოს ასე. ბლოკების სუპერ დარტყმა. აი ესე. გონი ცოტა გადავაჭარბე. თოლ წაირე ჩემი $, მაგრამ აღარას დროს მოხვიდე, ძალიან მაშინებ. რა თქმა უნდა, ფული ჩემი გახდა და ეხლა ლეონთან წავიგებ. მას ძალიან გამოადგება. კარგი, მგონი აქ ცოტა შევასწორებ. აქ კარგა გვარიანად გავაძლიერებ და ამით საოცარი გამოვა, დიახ. და ასე მივიღეთ Metal Tails-ი, დიახ. ხალხმა შეიძლება იფიქროს, რომ მინდა გავყიდო ან რამე მსგავსი ფულის გამოსამუშავებლად, მაგრამ ეს რობოტი არ არის. ეს ჯავშამია. დიახ, ეს საოცარი ჯავშამია. მივამაგრე იარაღები და ყველაფერი. ჰეი, თქვენ, ეხლა ფულს მომცემ თუ დაგამთავრებთ? აი პასუხობთ. არ მაგცეთ ყურადღებას. მაშ, ეს მაქვს თქვენთვის. და შენთვის ეს მაქვს. დიახ, ვნახოთ. მხოლოდ $1 მქონდა. მგონი ცოტა ზედმეტი იყო. მაგრამ არა უშავს. აბჯარ სადმე დავმალავ და მგონი ლეონს სხვა რამეს ვეტყვი. წავედი. კარგი, აი აქ ვარ. ცოტა სტვები ამ დიდ რბოლამდე. და შენ ამბობ, რომ სოფლიოში ყველაზე სწრაფი არსება ხარ. რა თქმა უნდა, სონიკ, მე სოფლიოში ყველაზე სწრაფი არსება ვარ. თანაც სწრაფად ვლაპარაკობ და ყველაზე სწრაფი ვარ ყველა შორის და ამ რბოლაში კარგად უნდა გაგლახო. გარდა ამისა, მინდა შეგატყობინო, რომ თუ შეიძლება ამ რბოლაში დამამარცხო, მიიღებ გემრიელ და საოცარ პრიზს. $1. მაგრამ გაფრთხილებ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მე ფლეში ვარ და უფრო სწრაფად დავბიორ, ვიდრე ელვა. და ვიდრე ფლეში, ამიტომაც ამ რბოლას აუცილებლად მოვიგებ. მე ვარ ყველაზე სწრაფი არსება მთელ სამყაროში და მთელ galaktikაში. კარგი, მე სწრაფად არ ვლაპარაკობ, მაგრამ კი სწრაფად ვრბივარ, ასე რომ წავედით. კარგი, მაშინ 3, 2, 1, წავედით. მიდით, აგებული ხარ ნახვანდის რბოლა, ეხლა დაიწყო და შეუძლებელი იქნება რომ დამეციო, რადგან ძალიან სწრაფი ვარ. ძალიან სწრაფად ვრბივარ, ძალიან სწრაფად ვლაპარაკობ და ნახე როგორ ვთავ ტურბოს, რომ საერთოდ ვერ დამეციო. იმიტომ რომ მე ვარ ყველაზე სწრაფი არსება მთელ galaktikაში, მთელ სამყაროში და მე ვარ ფლეში, ყველაზე სწრაფი ყველა შორის. და ამ რბოლას აუცილებლად მოვიგებ. მეგობარო, საერთოდ ვერავინ გიგებს და ამიტომ ჩემი გამარჯვებით კიდევ უფრო მეტად ვისიამოვნებ. ნახე რა სწრაფად შემიძლია სირბილი. შენ ყველაზე სწრაფი არსება ხარ სამყაროში? ნუ გამაცინე, ეგ მე ვარ, სონიკი. სინამდვილეში იმდენად სწრაფად მოძრაობ, რომ დროის ბარიერი გავარღვიე და უკვე გაგასწარი უბედურო. აი ეგ მოგეწონა ხომ? თითქოს ნელა მოძრაობ, ასე ვაკეთებ და ყველაფერი ისევ ნორმაში ბრუნდება, დიახ. ნახე რა სისწრაფეა. ეს ჩემთვის ძალიან მარტივია, აუცილებლად მოგიგებ სულელო ფლეშ. თანაც რა სახელია ეგ, ფლეში? არ არსებობს სონიკზე უკეთესი სახელი, რადგან მე სონიკი ვარ, დიახ. ეს შემთის ძალიან მარტივია, ნახე, ფლეშ. როგორ გიგებ რბოლაში და იმ პრიზსაც მეწავირებ, დიახ? აუ, ძმაო, სიმართლე რო გითხრა, ძალიან სწრაფად ირბინე და ეხლა მე ვეღარ სწრაფად ლაპარაკს ვახერხებ. ეს დაუჯერებელია. აიღე შენი $, და აღარ დაბრუნდე. მინდა ისევ ყველაზე სწრაფი ვიყო. ასე მოვიქცევი, ფლეშ, მადლობა $-ისთვის. ეხლა სიჩქარით მივიტან ლეონთან, დიახ. დიახ, კარგი, ეხლა ჩემი ჯერია. ქაოსის ძალით ქაოს დავთესავ, მხოლოდ ასე შევძლებ ფულის შოვნას. აჰა, უკვე მოდიან რომ დამიჭირონ, გამეცით გზა, სულელებო. მართლა გონიათ რომ ჩემთან გამოგივათ. მაგრამ თუ კიდევ მეტი პოლიციელი მოდის, ნუ გამაცინებთ. გამეცით გზა, პოლიციელებო. ცოტა უნდა გავერთო თქვენთან ერთად, არა? ქაოსის კონტროლი! დიახ, გამეცით გზა. დიახ, ყველაფერი გაჩერებულია ჩემი ქაოსის ზალის წყალობით. აი ეს მიიღეთ. აი ასე მარტივად კეთდება ყველაფერი. ქაოსის კონტროლი დასრულებულია. ეხლა ამ ბატონაგენს $1 წავართვებ და თქვენ კი უნდა გაგაგდოთ Shadow-ს საბოლოოდ ორდადოთი. დიახ. აბა, სამუდამოდ დამშვიდობეთ, სულელებო და აღარ დაბრუნდეთ. ეს $, ლეონს ძალიან გამოადგება. კარგი, მეგობრებო, მითხარით რომ ყველაფერი იდეალურად წავიდა.
დიახ, ლეონ პიკარონ, მე ჩემი დიდი ძალის წყალობით $1 მოვიგე. მე გასაოცარი რობოტის ნაჭერი გავპიდე ასევე $1. მელბოლაში ძალიან სწრაფ ბიჭს მოუგე და მან $1 მომცა. და მე გამოვიყენე ჩემი უზარმაზარი ქაოსის ძალა, მაგრამ მაინც მხოლოდ $1 მივიღე. ხოლო თითო $, ეს სულ $4-ია. ამით ვერაფერს გავაკეთებ, ბიჭებო, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა გზა არ მაქვს. მინიმუმ 4 სხვა პერსონაჟის ყიდვას მაინც შევძლებ. იმედია დოქტორ ეგმანმა მეტი არ გაყიდა და. უი, რა შვება! კარგი. ძალიან მომწონს ესპიო. ის პირდაპირ ნინძა, ასე რომ ვიყიდე. და ესპიო, ყოველთვის ვექტორთან ერთადა, ასე რომ ვექტორიც ვიყიდე. შემდეგ ეს პერსონაჟები მგონი ისე აღარ მაინტერესებს. სონიკის დედა! მგონი უფრო მაინტერესებს დიდი სილვერი თავისი ფსიქიკური ძალებით. შეძენილია. და რა თქმა უნდა, ძალიან მაინტერესებს ბლეიზი, რომელსაც ცეცხლის ძალები აქვს. ასე რომ ბლეიზიც შეძენილია, დიახ. ასე რომ დოქტორ ეგმენი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აღარ გაყიდო მეტი პერსონაჟი. დარწმუნებული ვარ, შენდერ ჯერზე უკვე მექნება საკმარისი ფული, რომ ყველა ვიყიდო. ეხლა კი საქმე შეუდგეთ, ბიჭებო. ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი. პირველ რიგში, ვექტორ, შენ ხარ ძალიან ძლიერი ნიანგი. რატომ არ წახვალ ტბაზე და ფულს არ მომიძებნი? დიახ, ლეონ პიკარონ, ზუსტად ამას გავაკეთებ. არის დარდო, ბევრ ფულს ვიპოვი. და შენ, ესპიო, შენ წყეული ნინძა ხარ. რატომ არ იყენებ შენ საოცარ ნინძას ძალებს ფულის საშოვნელად? დიახ, ლეონ პიკარონ, ეს დიდი სიამოვნება იქნება. ჩემს სუპერ ნინძას ძალებს გამოვიყენებ და ბევრ ფულს მოვიტან. აი ასე მომწონს. შენ, სილვერ, შენი ფსიქიკური ძალებით შეიძლება გონების კონტროლი შეძლო და ასე შეიძლება ვინმე მდიდარი ფულს მოგცემს. ეს არის ის, რასაც გავაკეთებ, ლეონ. არის დარდო, კარგ თანხას მოვიპოვებ. და ბოლოს ბლეიზი, ცეცხლის კატა. გამოიყენე მთელი შენი ცეცხლი, რომ ფული მოიპოვო. ეს ძალიან მარტივი იქნება. არ ინერვიულო, ლეონ პიკარონ, მე ამას შენძლებ. ზუსტად ეს მინდო და მომესმინა. მაშ ბიჭებო, საქმეს შეუდგეთ. ხოდა, აი აქ ვარ მე, ვექტორი, ჩემი საოცარი უზარმაზარი ნავით. ლეონი ფიქრობდა, რომ რა კი ნიანგია, ტბაში ხალხი უნდა შეეჭამა. მაგრამ არა, მე რასაც ვაკეთებ, ესაა ისეთი რბოლები, რომ გაგიჟდები, ხო? მაგრამ ეხლა ლეონ პიკარონმა შემიძინა და ფული სჭირდება. ამიტომ მომიწეს ჩემი ნავის გაყიდვა, რომ ფული მოვიპოვო. ვნახოთ, მოსულა თუ არა მყიდველი აქ. კარგით ბატონო, მოიტანეთ ფული, როგორც შევთანხმდით, რომ ჩემი ნავი იყიდოთ. დიახ, მოვიტანე, მინდა შენი ნავი, რადგან თმა არ მოქვს და ასე ამომივა. არ მგონია ასე მუშაობდეს. გადავატრევ ნავს, მაგრამ კარგი. აიღე შენი $2. სასიამოვნოა შენთან საქმიანი ურთიერთობა, მელოტო. ფულს მოგიტან, ლეონ, ძალიან გაუხარდება. კარგი, აქ მოვიდა ესპიო, ნინძა, გამარჯობა. კაფს $1 რომ ათხოვო, მოდი მომეცი. გონით რეს ჩემი ძალა გადავაჭარბე, ნინძა. ნუ გამექცევი. შეხედე ამ ძლიერი ერის, ნინძა. მგონი დავაშლევინე. შენ, $1 ხომ არ გაქვს ჩემთვის? აუ, რატო ვარდები და რატომ გარბი ხარ ჩემგან? დაბრუნდი აქ, შურიკენ. ასე მომწონს, ასე ვეღარ გამექცევი, ხო ასეა? აიღე $1, რა კარგია? შენ $1 ხო არ გაქვს ჩემთვის? კიდევ ერთი გარბის? არა, ნინძა, სწავლა რასენგან. აიღე კიდევ $1. და მგონი ამით საკმარისია, უკვე საკმარისად აურია ყველაფერი. ნინძას ტელეპორტაცია ლეონთან ერთად, ამპულს მიუტან. კარგი, ვნახოთ, რას ვიპოვი ჩემი საოცარი ფსიქიკური და გონებრივი ძალების გამოსაყენებლად. მოდი ვნახოთ, იქ ვილაც არის. სტი ჩემი ძალების გამოყენებას. თქვენ ცოტა მოიცადეთ, იქ დარჩით, არ გაინძრეთ. მაგრამ რატო გარბიხართ, ხო გითხარით, არ გაინძრო, ჯანდაბა, აშკარაა, რომ ვერ იგებენ ვაიფს. გაჩერდი, გოგონა, ვიცი რომ გეშინია, რადგან ცოტა გადარეული ვარ, მაგრამ მომისმინე, $2 მომცემ, არ გაინძროთ. მენტალო, ჩემი манипуляციის ძალა. მომეცი $2, გოგონა, არ შეგეშინდეს და მომეცი. რატო არ მუშაობს ეს სისულელე? და რა თქმა უნდა, მე ვცდილობ გონების კონტროლს, ჩემი ძალები ფსიქიკურია. ქალბატონო, ახლა ვერდით, ან მომცემ $2, ან მიუშვებ ჭიანჭველას. არ მომცემ, მაშინ ჭიანჭველას იმწერს. რა ცუდი ადამიანი ვარ, კარგი. აი აქ არის ეს გოგონა.
ჰეი, გოგონა, გონების კონტროლი, მომეცი დოლარები, თორემ დაგამთავრე. ჰეი, მაშინ რატომ არ მაქცევ ყურადღებას, უკვე დავიღალე ადამიანებით. სოკოები, იმაზე ვინც ეცემა, აბა რას ეძახდი ზემოდან. ვაუ, $2 ქონდა და არ მომეცი, სულელო, ეს ყველაფერი შეგეძლო აგეცილებინა. მოკლედ, ეხლა ლეონს დაურეკა, უკვე ვაგვიანებ, ჯანდაბა. და მოდით ჩემს მიერ დაპყრობილ საოცარ თოვლის ქალაქში. ეს ქალაქი სრულიად ჩემია და თუ ვინმეს მისი წართმევა მოუნდება, ამას ვერ შეძლებს. უფრო მეტიც, ვინ შეძლებს წამართვას ჩემი თოვლის ქალაქი და გააქროს აქედან თოვლი, მიიღებს $2. და სწორედ აქ შემოვდივარ მე, ჩემი ცეცხლის ძალებით. ეს ძალიან მარტივი საქმეა. მართლა გამოაჩინე შენი ცეცხლის უნარები, ვნახოთ, იმსახურებ თუ არა ჩემს $2. ასე დაგთვამ, რომ მთლიანად დადნები ყინულის არსება. აბა ნახე ეს ცეცხლის ძალა. ყველგან ძალიან ბევრი თოვლია. მე მოვაშორებ მას. ცეცხლის ტორნადო. ტიახ, ტიახ, ტიახ. ცეცხლის სუნთქვა. წავედით. დავწამ და დავადნობ მთელ თოვლს. აქ რამდენიმე ალია. დიახ. წავედით. პატარა ცეცხლის ტორნადოთი. ასევე კარგი ცეცხლმფქვევი, რომელიც ყველაფერს სრულად დაადნობს. და შენთვის სიურპრიზი მაქვს. ცეცხლის ტორნადო. დიახ, ეს ყველაფერი. ვაი, როგორ მოგეწონა? თითქმის აღარ არის თოვლი მთელ ქალაქში. და ვერაფერი გააკეთე ჩემი დიდი ცეცხლის ტალღის წინააღმდეგ. კარგი, წაიღე ეს $2 და წადი, მაგრამ აღარ დამწვა, დავდნები. ეს ზუსტად ის პასუხია, რასაც ველოდი. მადლობა შენს $2-ზე და ეხლა მათ ლეონთან მივიტან, რომელიც ძალიან გახარებული იქნება. კარგი, ჩემო ზვირფასო ძმებო და დებო. მითხარით, რომ ყველა მილიონერები ვართ, გთხოვთ? კარგი, ლეონ, სიმართლე რო გითხრა, გავაკეთე ის, რაც თხოვე და მოვიპოვე $2. კემი ნინძას ძალების წყალობითაც მეც $2 მოვიპოვე. ჩემი საქმე ცოტა განსხვავებული იყო, რთული, კომპლექსური, ნამდვილი გამოწვევა და მხოლოდ $2 მოვიპოვე. და მეც რაც შემეძლო გავაკეთე და მეც $2 მოვიპოვე, ლეონ. მოდით ვნახოთ თუ თითოეულმა თქვენგანმა $2 მოიპოვეთ და 4 ხართ, ეს ნიშნავს რომ $8 მაქვს. დიდი მადლობა ბიჭებო, სულაც არ არის ცუდი. ეხლა დროა ვილოცოთ რომ დარჩენილები არავის კონდეს ნაყიდი. ვნახოთ. საბედნიეროდ. და ვნახოთ $8 მეყოფა თუ არა ყველას საყიდლად. Metal Sonic 1, Grimmy 2, Biggie 3, Amy 4, Rashi 5, Gara Larga 6, Wavy 7 და Stix 8. ეს ნიშნავს ხურადრებით, დოქტორ ეგმენი, რომ ყველა ნაკედია, დოქტორ ეგმენი, მე ეს შევასრულე, არც ერთი არ დამიტოვებია რეზერვში, ასე რომ ესე იგი, უნდა მოგილოცო, რადგან შეთავაზება შეასრულე. და ეხლა ეს ლეგენდარული ოქროს სონიკი, რომის ღირებულებაც $1,000,000-ზე მეტია, შენია. ჰეი, მადლობა ეგმენ, შენ ყველაზე საუკეთესო ხარ. ამალდა ამ სონიკს არსად არ გავგზავნი. მასში შევალ და თავად სონიკი გავხდები. ღმერთო, ეს საოცარია, რა სილამაზე და რა კარგი უკანალი აქვს. ამიერიდან მე მილიონერი ვარ. დიახ. მე საოცარი ვარ, სიმპათიური, ძლიერი, სწრაფი და ვერ მოძრაობ, ბრატო. მაგრამ როგორ შეგიძლია იყო ასეთი უიღბლო, ლეონ? ჩემი მახეში გაები. და დიახ, იყიდე ის პერსონაჟები, რომლებიც მე მყავდა გატაცებული. მხოლოდ ცოტა ფული მაქვს, რომ შემეძინა საბოლოო მგელი, რომელიც დაიპყრობს მსოფლიოს. და შენ ჩაჯექი ოქროს ქანდაკებაში, რომელიც მართლა ღირს $1,000,000, მაგრამ ვერ მოძრაობს. რა? არა, ჯანდაბა, მომატყუე დოქტორ ეგმან, ამას ზვირად გადაიხდი. შენ ასე ფიქრო, რატო არ უყურებ, რას ვაკეთებ ამ ფულით? გიყვარს ჩემი ახალი გიგანტური მკვლელი რობოტი, რომელიც მსოფლიოს დაიპყრობს და შენ ვერაფერს გააკეთებ, რომ ეს შეაჩერო. ჯანდაბა, მართალია, სრულიად უძრავი ვარ. უბრალოდ ოქროს ქანდაკება ვარ და ეს სიმართლე არ არის, ლომო. ჩვენზე შეგიძლია დაიხარდნო, რომ შეგვიძინე ყველას გაგვათავისუფლე დოქტორ ეგმენის ბინძური ბუჭყალებიდან. და ეხლა ძალიან მადლობელი ვარ ჩვენს მიმართ. ასე რომ მიიღე ჩვენი ენერგია და გამოიყენე ის მის დასამარცხებლად. ბიჭებო, მე მადლობა. გამოვიყენებ მას. დიახ, შეიძლება შენსავით მაღალი არ ვიყო, მაგრამ ეხლა მაქვს დიდი ლეგენდარული ოქროს სონიკის ძალა. შერწყმული ჩემი საოცარი მეგობრების ძალასთან.
და შერწყმული ამ უკანალთან. რომელიც ვეღარ გაიზრდება ჯანდაბა. ეხლა ამ რობოტს გამოვიყენებ, რომ აქ და ეხლა სამუდამოდ გავანადგურო ყველაფერი. ეხლა ნახავ ამას. ახლავე გაგანადგურებ. არ მაინტერესებს რამდენად დიდი ხარ. თუმცა სიმართლე რომ თქვა, საკმაოდ დიდი ხარ. მაგრამ მე მაქვს ლეგენდარული სონიკის ფორმა, რომელიც $1,000,000-ზე მეტი აღირს. და ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ დაგამარცხო ახლავე. ესეც შენ. ჯანდაბა ძალიან ძლიერია, ძალიან სწრაფია, ძალიან კარგად მოძრაობს. არა! უნდა ავდგე და ბოლომდე ვიბრძოლო. არ დაუნებდები, სულელო. მე მაქვს დიდი მილიონერი სონიკის ლეგენდარული ფორმა. და როგორც არ უნდა იყო დიდი რობოტიკო, ვერ შემაჩერებ ესეც და ესეც. ნახე რას ვაკეთებ ამ საოცარი ფორმით და ჩემი მეგობრების ძალით. აი წავიდა. ლეგენდარული ოქროს დიდი აფეთქება. ოკი, სამუდამოდ დამშვიდობდი, სულელო რობოტო. ნახე რომ ჩემთან ვერ გექნება საქმე. ეხლა კი მთელი მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილი იქნება. დოქტორი ეგმანის საერთოდ აღარ შეგოწუხებს და მე ყველას დავიცავ, რადგან მაქვს სონიკის $1,000,000-ზე მეტი ღირებულების ფორმა. ოკი.